სტუდენტური დღეების ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ბოულინგის ტურნირი ჩატარდა. სტუდენტური დღეები 2013 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შორის შეჯიბრის 3 მიმართულებით. სპორტის, ხელოვნების და ინტელექტის მიხედვით ხდება სტუდენტური დღეები. 2013 გუშინ დაიწყო და 24 მაისს დასრულდება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუდენტური დღეები 2013 ნარკომანიის წინააღმდეგ ფარგლებში დღეს მიმდინარეობს ტურნირი ბოულინგში, რომელშიც მონაწილეობას იღებს 20-მდე უმაღლესი სასწავლებელი. გამარჯვებული გამოვლინდება დღეს, ხოლო მისი დაჯილდოება მოხდება 24 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ფედერაციის ერთ-ერთი ამოცანაა ხელი შეუწყოს ბოულინგის როგორც სპორტის მასობრივ განვითარებას, ამიტომ სიამოვნებით დაუჭირეთ მხარი სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს. სტუდენტური დღეების ფარგლებში მოეწყო ბოულინგის ტურნირი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტები, რადგან გავეცობით სხვადასხვა სტუდენტებს და დაძაბული სწავლის პროცესის შემდეგ მნიშვნელოვანია განტვირთვა და დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, რომ ასეთ ღონისძიებებს ატარებს.